10-ზე მეტი უნიკალური პარტიტურა, რომელიც პირველად გამოიფინება ამ ექსპოზიციით, მუშაობას იწყებს ხელოვანების დასახმარებლად შექმნილი ახალი ფონდი ხმის ჩამწერი სტუდიებიდან კონცერტებამდე ავტოგრაფი ხელოვანების ყველა სახის მხარდაჭერისთვის იზრუნებს. ზაქარია ფალიშვილის პარტიტურა დაისი მესამე მოქმედება, რომელიც არასდროს არ გასულა ჭეჭირობით. ეს არის სამუშაო ვარიანტი. 1923 წელს ზაქარია ფალიაშვილის ხელით შესრულებულ სანოტოციკლს, რომელიც არასდროს გამოფენილა საცავიდან პირველად გამოიტანენ. გამოფენისთვის თეატრის, კინოს და მუსიკის მუზეუმი 10-ზე მეტ უნიკალურ პარტიტურას ამზადებს. მაგრამ აი ეს არის თავად უკვე პარტიტურა ლევას გოგნიაშვილის ოპერა ქრისტინას. თავისთავად ავტოგრაფია, რა თქმა უნდა, მასზე ნამუშევარი, ანუ ეს პარტიტურა არის. მე-20 საუკუნის გამორჩეული კომპოზიტორების ორიგინალი ავტოგრაფებით პარტიტურები საჯარო ბიბლიოთეკაში ხვალ ხელოვანთა მხარდასაჭერი ფონდის ავტოგრაფის პრეზენტაციაზე გამოიფინება. მთელი სამყარო ქართული მუსიკალური ავტოგრაფების სახით არის წარმოდგენილი. და ვფიქრობ, რომ დიდ შთაბეჭდილებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ კოლექციებს და რომ ამ კოლექციების შენარჩუნება არის უპირველესი მიზანი არა მარტო მუზეუმის, არამედ საზოგადოების. ჩვენ დაგვიჩნდა იდეა, რომ დაგვიარსებინა ასეთი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი საშუალება იქნებოდა ხელოვანი ადამიანებისთვის მათი შემოქმედების ხელშეწყობის კუთხით. გვინდა რომ სხვადასხვა სპონსორების დახმარებით, სხვადასხვა ადამიანების დახმარებით, ვინც ხელოვნებაში ჩართულია, დავგეგმოთ და განახორციელოთ პროექტები, რაც წაეშველება დღევანდელ ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს. ახალი ფონდი სახელოვნებო სფეროს ყველა თაობის და გემოვნების მოღვაწეების დასახმარებლად აქტიურ მუშაობას გეგმავს. ხმის ჩამწერი სტუდიებიდან კონცერტებამდე ყველა სახის შემოქმედებით და კომერციულ მხარდაჭერაზე ავტოგრაფის დამფუძნებლები იზრუნებენ. ფონდი ავტოგრაფი, როგორც ითქვა, ემსახურება ქართულ ხელოვანთა შემოქმედების ხელშეწყობას და ეს ნიშნავს, რომ ის რაც იქმნებოდა და რაც შეიქმნება, ამას სჭირდება კიდევ და კიდევ გამომზეურება, გახსენება. ავტოგრაფის მხარდაჭერით გაიმართება გამოფენები და ჩაიწერება ალბომები. პირველი ღონისძიებისთვის უკვე მზად არის მე-20 საუკუნის მუსიკოსების საარქივო ჩანაწერების კრებული, რომელიც სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ. დისკი, ესე ვთქვათ, არის სრულიად უნიკალური, იმიტომ ძალიან ძველი ჩანაწერებია, რომელსაც ესე ვთქვათ სტუდიაში შე რაღაც პატარა ლაბორატორიაში გავატარეთ და ცოტა მოვიყვანეთ უფრო მოსმენადი რომ გამختارიყო. ავტოგრაფი ხელოვანების დასახმარებლად ნაბიჯების გადადგმას ხვალიდან ოფიციალურად დაიწყებს.